ოცნება პროდუქტებზე ფასების კლებასა ანონსებს და ფასების შემსწავლელ კომისიებს ქმნის პარალელურად კი საქსტატის ოფიციალური მონაცემებით სურსათი საქართველოში ისევ გაძვირდა. 2026 წლის იანვარში საომხმარებლო ფასებმა 4,8%-ით მოიმატა. სურსათი და ალკოჰოლური სასმელები ჯამში 10,6%-ით გაძვირდა, პური 14,3%-ით. ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს 10,000 ევრომდე გადასახადი დააკისრა. საქმე შეეხებოდა ცილისწამების გამო დავას, სადაც ადვოკატს დააბრალეს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობა. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის რევა ზუბილევას მეტსახელად ჯვარსკის დედა და ძმა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის არიან დაკავებულები. არსებობს კრებსები, სატელეფონო საუბრები, ამბობს დაკავებულის უფლებადამცველი იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა. პარიზში X-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა. პარიზის პროკურატურის განცხადებით ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. გამოძიება X-ის მიერ ალგორითმების სავარაუდო ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას უკავშირდება.